ასტროლოგიურ ენაზე, როცა სატურნი არის ჩართული. გააჩნიათ ან იქ მზეის ენერგია არის თუ დანარჩენი პლანეტების, მაგრამ სატურნი შენთვის შენ ლექციაზე ხშირად ამბობდი ხოლმე ობსესურ კომპულსური წესრიგი იდეალიზირება წესრიგის ეს ჩვენთან უკვე სატურნული ენერგია არის. აი მე შემიძლია ვნახო, როცა ვნახულობ ადამიანის რუკაში სატურნი არის ყველგან ჩართული, აქ არის უკვე რომ შეიძლება ნერვოზული ფონი განვითარდეს თუ ჩარჩოს ვერ ხედავს, თუ სტრუქტურას ვერ ხედავს ადამიანი. და თუ სოციალური რაღაც როლი არა აქვს, ხო, იმიტომ რომ იქაც უნდა იყოს, თავს როლი უნდა კონდეს განსაზღვრული. აი ეს უნდა ვიცოდე რას ვაკეთებ, რატო ვაკეთებ, როგორ სოციუმში ვაკეთებ, ეს არის სტრუქტურა. და თუ შიგნით არ არის სტრუქტურა, ობსესი, მჭირდება და კომპულსი მერე, ხო თქვათ? აი ესეთი მიმართულება ხა ასტროფსიქოლოგიურად სატურნული ენერგია ეს ობსესურ კომპულსური ფსიქოტიპი არის, მოდი ესე ვთქვათ. არ არის აუცილებელი ხაშულობაში გადავიდეს, მაგრამ ყველგან წესრიგი მინდა. დინამიკა ეგ. ყველგან რაღაც სტრუქტურა უნდა იყოს. აი ეს თუ ხა ძალიან დაზიანებულიც არის ხოლმე უკვე სატურნული ენერგია. ეს ნიშნავს უკვე რომ მე ვარ გაშიშებული, ვარ მოუქნელი, უცებ სწრაფად რომ რაღაცა შეიცვალოს, რასაც ურანელი მაგალითად წამში შეცვლის. სატურნიანელისთვის ძალიან რთულია მოერგოს ამ გარემოს, იმიტომ რომ ეს აქვს აი მოუქნელობა შინაგანი, ძალიან დიდი. სატურნიანელის შემთხვევაში ეს არის ტრამვის ძალიან დიდ ხანს დამახსოვრება. და შეიძლება მაგალითად ვენერა სატურნის შემთხვევაში ერთხელ იყოს უარი გზნობებზე და მთელი ცხოვრება უკვე ადამიანს კონდეს განსა რომ ეს უბედური სიყვარული მექნება იდეაში ერთხელ შეიძლება მოხდეს. აი ეს უფრო ჩვენთან სატურნული ფსიქოტიპი არის, რომელიც ძალიან დიდ ხანს დროში გაწერილად შეუძლია სტაბილურობაც კონდეს, მაგრამ ნეგატიური პროცესიც კონდეს, გაწელოს დროში. ფსიქოლოგიურ ენაზე აი ამ წესრიგის მოთხოვნილებას როგორ ვაიდენტიფიცირებთ და მე როგორ შველით თქვა სატურნულ ენერგიას. ხო, აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ენერგია, რთული დინამიკაა ფსიქოლოგიურადაც სატურნიანული პროცესი, იმიტომ რომ როგორც ჩვენ თქვი არ არის მოქნილი. ურანული ველში რო შევადაროთ, ხო თერაპია, აი ზოგჯერ მიდის და ესეთი მუშაობა არის ზოგჯერ აი გამაოგნებელი, იმიტომ რომ ძალიან მალე უნათდებათ. ძალიან მალე აქვთ გაცნობიერებები, ძალიან სწრაფად არის შინიათ ცვლილებების ხშირად. სატურნულ ველში ხდება ყველაფერი ამის აპირისპიროდ. არის რიგიდულობა, არის სიხისტე, არის ხშირად დესპოტიზმი. ფროიდი იტყოდა, რომ ეს არის დამსჯელი დესპოტური სუპერეგოს ინსტანცია ფსიქიკაში. სუპერეგოს ვეძახით სატურნს. სუპერეგო, ხო, ძირითადად იდეალები, ავტორიტეტები, წესები, სტრუქტურა, ფორმალური ჩარჩოები და ესე ვთქვათ, სოციალური წესრიგი. იმიტომ სატურნი არის ხო სოციალური პლანეტა, მე როგორც მესმის და მას რაღაცას უფრო დიდი მისია აქვს ხო ადამიანის ცხოვრებაში, რომ ადამიანს ხედავს არა როგორც ვთქვათ მისი ინდივიდუალური ცხოვრების და ინდივიდუალური ველის ობიექტს და რაღაცა ამ კონტექსტში არამედ უფრო ფართო მნიშვნელობით, ხო რომ მე რო ვარ ვახო და შენ რო ხარ თამუნა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ცხოვრებაში რაღაცას ვაკეთებთ და ჩვენი ესე ვთქვათ ინდივიდუალური ფსიქიკური ცხოვრება გვაქვს, დიდ სურათში რაღაცას ვცვლით. ეს პასუხისმგებლობა არის. აი ეს პასუხისმგებლობა არის სატურნული ესე ვთქვათ ასპექტი და სატურნული პროცესი, მაგრამ რთულ დინამიკაში, რასაც შენ აღწერ ახლა, აქ არის რიგიდულობა. ანუ ადამიანი არ არის მოქნილი, ანუ შეიძლება შეიცვალოს ეპოქა, შეიცვალოს დრო და არ ვიცი ხა ამ ეპოქაში მაგალითად ადამიანი შეიძლება სატურნული ადამიანი რიგიდულად აკეთებდეს იმას, რასაც აკეთებდა 10 წლის წინ. ეს მოის. და ძალიან გვიან უჭირთ მიხვედრა რაღაცეების. უჭირს ცვლილებასთან ცვლილების ასიმილაცია, დავარქვათ, ესე ქვია ფსიქოლოგიის ენაზე, ცვლილებებთან ადაპტაცია, ახალი გამოცდილების მიღება და მე ამ ახალი გამოცდილების ასიმილაცია და რატო? ამის უკან რა დგას შიში? შიში გავიდეს ამ ჩარჩოებს მიერ. ჩარჩოებიდან კი, სტრუქტურა. შიში ხო გავიდეს და ესე ვთქვათ, ცხოვრებისეულ გამოსილებებს დახვდეს და შეხვდეს ახლებურად და
არ გააკეთოს ის, რაც აკეთებდა გუშინ წინ, იმის წინ და არ გაიმეორეს ეს კომპულსიურად, იმიტომ რომ როდესაც ალბათ არ ვიცი, შენ იტყოდი და ასტროლოგები ამბობთ, რომ სატურნი არის ახლა რაღაც ნიშანში უკეთესი, რაღაც ნიშანში სუსტი და ძლიერი. აი, სადაც სატურნი ვთქვათ ძლიერია, იქ ნაკლები არის, ვთქვათ, ეს რიგიდობა არის, მაგრამ უფრო მეტი სივრცეა ცვლილებისთვის. ნაკლები შიშებია და ყოველ შემთხვევაში მინიმუმ უფრო პროცესში ჩართულია ადამიანი და აგრეთვე გვია ნაცნობიერებს ცვლილების აუცილებლობას. აი, რთულ დინამიკაში, სადაც ან სატურნი არ არის ძლიერი, ან არ ვიცი, ეს პლანეტა, მან ბევრად რთულად მიდის მუშაობა, იმიტომ რომ თერაპევტი ხდება, ანუ აი ამ ველში ეს ალბათ სინასტრიაც ესე მუშაობს, ხო? დავუშვათ, თერაპევტი შეიძლება უცბად მისთვის გახდეს სატურნი. თერაპევტს აღიქვავს როგორც დამსჯელს. არ არის თერაპიული ალიანსი არ ყალიბდება. თერაპიული ალიანსი ესეთი, ასე ვთქვათ, კონცეფცია არის. ზოგს გონია რომ რაღაცა ჩვენი მოგონილია ფსიქოთერაპევტების და ფსიქოლოგიაში რეალურად აუცილებელი წინაპირობა არის თერაპიის წარმატების. თუ ჩვენ არ გვჯერა რომ ერთმანეთის საუკეთესო ინტერესებში ვართ და მე ვცდილობ შენ დაგეხმარო და შენ ამის რწმენა არ აქვს და არ ხარ ამაში დარწმუნებული, არ არის თერაპია ეფექტური და ხშირად აი ამ სატურნულ ველში კლიენტი თერაპევტს ხედავს როგორც დამსჯელ სატურნს და არ არის ესე ვთქვათ კოოპერაციული რა, არ არის კოოპერაციული იმ გაგებით რომ მასთან წინააღმდეგობის აი ეს დაძაბულობის გადათამაშება ხდება რეალურ ცხოვრებაში აქ და ახლა აწყოში, იმიტომ რომ ყველა ეს დაძაბული ასპექტი შენ რაც თქვი ხო რეალურად თერაპიულ ველში ხო იგრძნობა. ხო ის დაძაბულობა რაც იქ იმ კონკრეტულ პლანეტარულ ასე ვთქვათ სიტუაციაში არის, ის აქაც არის და მე მქონია შემთხვევები, სადაც მე მქონდა განცდა აი ამ სატურნთან მუშაობის დროს, რომ აღიქვავს თერაპევტს როგორც მკაცრს და დამსჯელს და ჭირდება დრო, რომ ამ დროს ზუსტად მასში ცხოვრობს ეს კაცი და ამ დროს ეს არის პროექცია, რასაკვირველია. ეს არის პროექცია საკუთარი დესპოტური, საკმაოდ კრიტიკული შინაგანი ხმის. მათში ცხოვრობს ვამბობთ ეს მათი ერთი საკმაოდ ძლიერი ნაწილი ცნობიერების არის კრიტიკული ხმა, რომელიც მუდმივად ეუბნება, რომ ეს რაღაც არასაკმარისია, ეს არ არის ისეთი როგორც ისე არ არის გაკეთებული როგორც უნდა და არასდროს არ არის მაგლიერება საკუთარი თავის მიმართ და შესაბამისად ცხოვრების მიმართაც და ეს პროექცირდება თერაპევტზე და საბოლოო ჯამში სატურნი მიდის შიშებზე. რატომაც უჭირს ხო ცვლილება არის, რომ დაკარგოს სტატუს კვო. აი ის მატერიაში ის როლი რაც მას აქვს. სუპერეგოს დაკარგვის შიში. მისი პიროვნული ავტორიტეტი, საკუთარი თავის პატივისცემის, საკუთარი სოციალური როლის, რომ მე ვარ ვახო და შენ ხარ თამუნა და ხარ ეს და ხარ ამ პროფესიის და აი ეს საკუთარი მეს კონცეფციის ჩამოშლის ძალიან ხშირად შიშია, ისედაც გააჩნია რა პლანეტებზე ვსაუბრობთ, ალბათ მძემთვარეზე ვლაპარაკობ. განსაკუთრებით ბოდიში, აი მარსთან მაგალითად, ეს არის აგრესიის შიში. მე ამ აგრესიაზე მაღლა უნდა ვიდგე, მაგრამ ზესთან ეს არის რომ ჩემი ეგო და სატურნი, ანუ აქ უკვე ცოტა რთულ რაღაცას ვაწყდებით, იმიტომ რომ ზე მაინც არის მოქნილობა, შემოქმედებითი ენერგია ეგო და სატურნიც ხო ეგოა რაღაც დონეზე, უნთხისტი ეგო. და მან და არის ხოლმე აი მარტოობა არის, იცი, სატურნში მე რასაც ხედავ და შენ რომ ამბობდი რომ აი თერაპიულ ველში რომ და შემოვიდეს, იმდენად პასუხისგებლობა აქვს სატურნიანელს, რომ მე უნდა ვიყო ყველგან მაგარი, მე უნდა მოვაკვარო ყველაფერი. მე არავინ არ მჭირდება. იმიტომ რომ მე სადღაც ბავშვობაში მარტო გავუმკლავდი ამ ყველაფერს თავებს და დაჭირდა რომ მაგარი ყოფილიყო და მე არის რომ მე მარტო უნდა გავაკეთო ყველაფერი და მაგიტომ არ ხდება ალბათ ალიანსი კარგი აი თავის სიჯულეში. არ აღიქვავს თერაპევტს აღიქვავს ხშირად კონკურენტად, იმიტომ რომ თუ თერაპევტის დახმარება მჭირდება, ესე იგი მე პრობლემები. მე ესე იგი სატურნი უნდა დავიწყო და მე არასაკმარისი ვარ. აი ეს განცდა და აბსოლუტურად სწორად აღნიშნე და აი ხშირია ამ სატურნთან ესეთი ველში ესეთი გამოვლინება, სადაც ის თერაპევტს აღიქვავს როგორც აი მომზადებული მოდის თერაპიაზე, რა უნდა მოყვეს, სპონტანურობა.
აი ხო, ეგაა. უნდა ჩამოწეროს, ყველაფერი გაწეროს. ხო, ამის მე ამას ვიტყვი და აი როდესაც ვეუბნები, მოდი აბა დავივიწყოთ ახლა ეს ყველაფერი და აი ახლა რას გრძნობ ამ მომენტში. ძალიან უჭირს აწყოში დაბრუნდეს, იგრძნოს, იმიტომ რომ სპონტანურად ნაკადში არ არის, გესმით? და აი ნაკადს რო ენდოს ეს რთულია, იმიტომ რომ სიმაგრეში ეს რატო ხდება? მოდი ახლა დინამიკაში, დინამიკას რო შეხედოთ, წარსულში რა არის? მას არ ხედავდნენ. მარტო იყო შინაგანად ქონდა მარტოობის განცდა და შინაგანად ქონდა განცდა, რომ უნდა ყოფილიყო ყველაზე კარგი, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე წარმატებული, ყველაზე ბეჯითი რო მიეღო აღიარება. ოღონდ მან რა არის სატურნის იცი, რომ ხშირად რას ვაწყდებით, რომ მე ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ამის გამო მე თავზე ხელს არავინ არ მისვამდა. მისმევდა. ანუ ეგ არის რომ მე ამის გამო სატურნი განსაკუთრებით სიყვარულს მაინც არ ყოფილიყო. ვაკეთებდი. ოღონდ ეს იმიტომ რომ ვალდებულება იყო, მაგრამ არაფერი არ მოყვებოდა, იმიტომ რომ სატურნი დანაკარგებთან არის ჩვენთან ასოცირებული, რომ მე ვაკეთებდი, მაგრამ კარგავდი ბევრ რამეს უფრო. და აი მე თვითონაც ესეთები ხდებიან ამ დროს ხშირად, რომ აი შენ ეს გააკეთე, იგივეს აპროეცირებენ გარემოზე. მაგრამ მეორე მომენტში ეს მარტოობის შეგრძნება, რომ მე ყველგან მარტო ვარ. და თან ამის გამო მე არაფერი ხეირი არ მაქვს. ანუ უსიხარულობა შემოაქვს ამიტომ სატურნს. ეს არის მარტოობის განცდები და ცხოვრება არის თითქოს მოვალეობა მათთვის. არ არის აწყოში ყოფნით და ზოგადად ცხოვრებით არ არის სიამოვნება და ეს როცა მზესთან, მაგრამ აი ეშინიათ კიდეც სიამოვნებისა. ეგ არის შიში არის სატურნი, რომ მე რო გავიცინო, მე რო ბედნიერი ვიყო, დავისჯები. სატურნი დასჯასთან მიდის, რაც შენ თავიდან ახსენე, რომ აი სადამსჯელო. დასჯა და რაღაცა ძალა სამყაროში, რომელიც თითქოს ამას ეწინააღმდეგება. და ხშირად პროეცირებს და ამბობს, რომ აი პროეცირებს ნიშნავს, რომ აბრალებს და პასუხისმგებლობას აკისრებს გარემოვლენებს იმის გამო, რომ ის არის მარტოსული. აი მე მithქვამს, რომ შენ ახლა ძალიან მაგ განცდა, რომ ძალიან მარტოსულად გაგრძნობ თავს და აი რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს ესე არ იყოს. და იცით რა, მოგიყვებათ 10 მიზეზს, რომ ეს არის იმის ბრალი, რომ იმ სამსახურში ეს არის, აქ ეს არის, ამანეს დამავალა, არ იღებს სინამდვილეში, სატურნულ ველში არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რომ ჩემი ბედნიერება, ჩემში სიცოცხლე და სიხარული რო ვაცოცხლო, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და პროეცირებს, აი ამ დაძაბულ ასპექტებში ოპოზიციაში ხშირად ეს არის, ხო, რომ რომელიღაცა მეორე პლანეტას პროეცირებ გარეთ და პროეცირებს და არ იღებს პასუხისმგებლობას, უჭირს აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩემი სიხარული და ჩემი ბედნიერება არ არის ხისი პასუხისმგებლობა. მან დავამბობთ ხოლმე თან, რომ ცოტა ეგო უნდა დააწიოთ სატურნი როცა ჩართული გვაქვს. რა მოხდა მე რომ რაღაცა შეგვეშლება? რა მოხდა მე რომ რაღაცაში დავმარცხდეთ? ანუ სუპერ ეგო არის ხოლმე აწეული და დესპოტური. კაცრი და დამსჯელი და როგორ ხდება ახლა აქ მუშაობა, რომ სპონტანურობაში ვცდილობთ რომ დავაბრუნოთ ეს ადამიანი და აი იგრძნოს თერაპევტისგან უპირობო მიმღებლობა. რომ თერაპევტი მას არ სცემს პატივს, იმიტომ რომ სოციალურად მოწესრიგებულია და კარგად მნიშვნელოვანი არის თანამდებობას იკავებს. მნიშვნელოვან სოციალურ ფუნქციას ასრულებს, ესე ვთქვათ, ბეჯითია, არამედ მარტო იმიტომ, რომ ის არის ის, ვინც არის. და აი უპირობო მიმღებლობა გადაწერს აი ამ, რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ისიერად ამას ბევრი დრო ჭირდება, მაგრამ სატურნის ველში თერაპევტიც უნდა გახდეს. თერაპევტი ხდება მისთვის ავტორიტეტი. დროის ლასთან ერთად და გრძნობს, რომ ამ თერაპევტს მის მიმართ პატივისცემა აქვს გულწრფელი უპირობო. არა დამსახურებების გამო, იმიტომ რომ სატურნულად რაღაცები კარგად გააკეთა, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ ის არის ის, ვინც არის და ნელ-ნელა ხდება. აი მთვარესთან უფრო მთვარესთანაც რთული დინამიკაა. ზოგადად ინფანტილიზმი ხშირად რა, ბავშვური ქცევები, ხო, და საკუთარ ემოციებზე პასუხისმგებლობის არ არის. მოშლილი საზღვრები.
ჩვენთან არის ასტროლოგიაში ერთადერთი კომბინაცია მთვარე სატურნი რამე შეხებით თუ არის, რომ ადამიანი მხოლოდ ფსიქოთერაპიის შედეგად განიკურნება ბრჭყალებში ამ სატურნისგან. ანუ სატურნი სტრუქტურაა, მთვარე ფსიქოლოგია, ემოციები. და ფსიქოთერაპიის გარეშე მთვარესთან კონტაქტი უჭირს ადამიანს. ან თუ სტრუქტურა არ გავიგე როგორ მუშაობს და ფსიქოლოგია ხომ მაგას ასწავლის, რომ რა არის ჩვენი ეს დაცვითი მექანიზმები, ჩარჩოა მან. და პირდაპირ მექანიზმი არის ასე დაწყობილი, ხო? აი ეს ჭირდება მთვარე სატურნს. ამის გარეშე საკუთარ ემოციებთან კაკუნი უჭირთ. ხო, ამის გარეშე არ არის პასუხისმგებლობას არ იღებს ემოციაზე. მაგალითად შეიძლება გქონდეს ბევრი ემოციური ქარიშხალი შიგნით და აბსოლუტურად არ გქონდეს კონტაქტი ამასთან და ხელთან კონტაქტი არ არის. ხო, ხელთან არ გქონდეს კონტაქტი ამასთან და რაღაც ისეთით იყოს დაკავებული, რომელიც საერთოდ არ პასუხობს მის მოთხოვნილებებს არ პასუხობს და აღმოაჩენს, რომ ან პანიკური შეტევა, ან რაღაცა რთული ემოციური გამოცდილება, რომელიც ახსენებს, რომ მოდი აიღე ხა შენ პასუხისმგებლობა შენ ემოციაზე, იმაზე რომ თავს მარტოდ გრძნობ, მაგალითად იმაზე რომ რაღაცა გინდა, რაღაცის დანაკლისი გაქვს. ხშირად ეს დედის დანაკლისია ბავშვობაში. კი, ადრეულ ბავშვობაში არის დედის დეფიციტი და აი ეს დედის და ზრუნვის მოდი ესე ზრუნვის გამოცდილების, ხო, აი მისთვის თითქოს ისეთი განსდავთ, რომ სამყარომ ზრუნვა არ გაიმეტა. რაღაცნაირად არიან ისეთ ველში, სადაც მარტოობას განიცდიან, ოღონდ ემოციურ მარტოობას, რომ როდესაც მათ რაღაცნაირად ზრუნვა თითქოს აკლიათ და ისინი სწავლობენ საკუთარი თავის უარყოფას შესაბამისად, საკუთარი ემოციების არ დანახვას, იმიტომ რომ თუ მე გამოცდილებაში არ მაქვს, რომ ვიღაცამ, დედამ, მამამ ჩემი ემოციური მდგომარეობა აირეკლა და მიგრძენი ემოციური კონტაქტი, მე ვკარგავ, მოდელი გარე სამყაროსთან ურთიერთობის არის შიგნით მე შინაგანდება ხო ეს მოდელები და მე თუ არ მაქვს განცდაში რომ ეს ჩემი ემოციები დანახულია და აღქმულია და ესე ვთქვათ პატივს ცემენ ამას და პასუხობენ ემოციურად, როცა მჭირდება ზრუნვას თუ არ ვგებულობ, არაცნობიერში სცენარში მიდის რომ შენი ემოციები არ არის მნიშვნელოვანი. და საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი შენ რას გრძნობ და სწავლობს ეს ადამიანი საკუთარი ემოციების ესე ვთქვათ უარყოფას და განდევნას და არავე ქონს და ამიტომაც თერაპიის გარშემო მან მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. პირდაპირ არის კიდეც ასტროლოგიაში. ასტროლოგიაში პირდაპირ მითითება არის.